მოგესალმებით ყველას, გისურვებთ მშვიდობას, ღვთის მორჩილებაში ხანგრძლივ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად აქტუალური საკითხი იყო ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელ ქრისტიანთა პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალება და ეს თემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ ამ თემის ირგვლივ გაჩენილმა შეკითხვებმა და განხილვებმა ჩვენამდე მოაღწია. როგორიც არის, შეიძლება თუ არა მუსლიმმა მიუსამძიმროს არამუსლიმებს თავიანთი მწუხარება, ან გაიზიაროს მათი სიხარული. შეიძლება თუ არა მუსლიმმა ილოცოს არამუსლიმთა გარდაცვალებულებისთვის და მართლაც გადაიდო თუ არა რამადან ბაირამი, ან შეჩერდა თუ არა რომელიმე მეჩეთში რამადან ბაირამის ლოცვა. მე შევეცდები დასმულ შეკითხვებს და არსებულ გაუგებრობებს უპასუხო წმინდა ყურანის აიათებით. პირველ რიგში უპასუხებ შეკითხვას, რომ შეიძლება თუ არა მუსლიმმა გამოუცხადოს სამძიმარი არამუსლიმებს თავიანთი მწუხარების დროს, თავსდამტყდარი უბედურებების ჟამს, ან გაიზიაროს მათი სიხარული. რა თქმა უნდა, მწუხარების გაზიარება, სამძიმრის გამოცხადება და სირთულის ჟამს თანადგომა ეს ჩვენი ადამიანური მოვალეობა არის და ამას ისლამის არც ერთი დოგმა, ყურანის არც ერთი აიათი ან შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის არც ერთი სიტყვა არ გძალობს. პირიქით, შუამავალი ჩვენ გვასწავლის, რომ არსებობს სამნაირი მეზობელი, რომელიც მეზობელია, მუსლიმია და ნათესავია. მასთან სამ მაგი პასუხისგებლობა გვაკისრია, როგორც მუსლიმის მიმართ, როგორც მეზობლის მიმართ და როგორც ნათესავის მიმართ. არსებობს მეზობელი, რომელიც მუსლიმია, მაგრამ არ არის ნათესავი. მასთან ორ მაგი პასუხისგებლობა გვაკისრია, მეზობლური და მუსლიმ ძმის მიმართ არსებული პასუხისგებლობა. და არსებობს მესამე ვარიანტი, როდესაც მეზობელია, არც ნათესავია და არც მუსლიმია. მასთან მაინც რჩება ჩვენი პასუხისგებლობა, მეზობლური პასუხისგებლობა. ეს უშუალოდ შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სიტყვები გახდა. აქედან გამომდინარე, მეზობლური, თანამემამულეობრივი, მეგობრული და ნათესაური პასუხისგებლობა, რომელიც ამ ქვეყნიურ საქმეებში ტრიალებს, უწყვეტია და გრძელდება ყოველთვის. ის იქნება მუსლიმი თუ არამუსლიმი. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თვითონ მიდიოდა არამუსლიმების მაგალითად იუდეველთა მოსანახულებლად, როდესაც ისინი ავად იყვნენ და ლოგინად იწვნენ. ასევე ერთ-ერთი ჰადისის თანახმად ის ფეხზე წამოდგა, როდესაც იუდეველის ცხედარი ჩამოატარეს და იქ-ხოფებმა უთხრეს, რომ ო ალლაჰის შუამავალო, რატომ დგები ფეხზე, ის ხომ იუდეველია. ამ დროს მისი პასუხი იყოს იუდეველი, ისიც ხომ ადამიანია. აი სწორედ ეს ადამიანური პასუხისგებლობები ჩვენ ყოველთვის გვაკისრია ჩვენს ირგვლივ ყოფთათვის. განსხვავებულად მათი რელიგიისა და მათი ეთნიკური კუთვნილებებისა. ასევე ამ ქვეყნიურ საქმეებში, აი მაგალითად, ვთქვათ, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ქორწილი აქვს, შვილი შეეძინა და ასე შემდეგ. მათი სიხარულის გაზიარება, მათთვის მილოცვა და ასე შემდეგ არ არის ისლამით აკრძალული და ეს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები არის ჩვენსა და სხვა არამუსლიმ საზოგადოებებს შორის. მაგრამ ისეთი საკითხები, როგორიც არის, ვთქვათ, რელიგიური დღესასწაულების მილოცვა, მათთან ერთად ზეიმი და ამის გაზიარება, ეს მიუღებელია, დაგმობილია ისლამში
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ საკითხების ჭეშმარიტებას. აქედან გამომდინარე, ისლამი მოკლედ რომ ვთქვათ, ბრძანებს რომ თქვენი რჯული თქვენ, ჩვენი რჯული ჩვენ. ჩვენ არ ჩავერევით თქვენ რჯულის საქმეში, თქვენ ნუ ჩაერევით ჩვენი რჯულის საქმეში. ამ თემასთან დაკავშირებით ადრეც ბევრი განმარტებები გამიკეთებია, ამიტომ არ გავაგრძელებ ამ საკითხზე საუბარს. დაინტერესებულებს შეუძლიათ მოიპოვონ ეს ვიდეო თუ ტექსტური მასალა, რომელიც ჩვენს გვერდზე საკმაოდ ბლომად არის. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამუსლიმების გარდაცვალების ან სხვა უბედური შემთხვევის შემთხვევაში მისამძიმრება, თანაგრძნობა, მათ გვერდით დგომა ან მათი მწუხარების გაზიარება აკრძალული არ არის და ეს ჩვეულებრივ შეიძლება. რაც შეეხება ლოცვას, მუსლიმმა რომ ილოცოს არამუსლიმთა გარდაცვლილების შესახებ. და ამ ლოცვაში რა თქმა უნდა შედის ის სამძიმარის დროს ნათელში ამყოფოს, სამოთხეში დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი და ასე შემდეგ. ასეთი ლოცვა და დალოცვაც შედის რა თქმა უნდა ამ კატეგორიაში და სამძიმრის გაკეთებისას მუსლიმმა ისეც უნდა გაითვალისწინოს. მუსლიმმა, რომელსაც სამს ყურანის, სამშუამალ ალეისალათუ ვესალამის სწავლების და ცდილობს რომ ამით იცხოვროს. ეს აკრძალვა რას ეყრდნობა? ეს აკრძალვა ყურანის არაერთ აიათს ეყრდნობა. პირველ რიგში უნდა საკითხი უნდა დავიწყოთ იქედან თუ როგორი არის ისლამის მიდგომა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ ისლამს, ანუ არ არიან ისლამის მიმდევრები. ამის შესახებ სურა ალი იმრანის 85 აიათში ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს რომ وَمَنْ يَبْتَغِي غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَنْ يُقْبَلَ مِنْهُ ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, ეს მისგან არ მიიღება. وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ და ასეთი ადამიანი იმ ქვეყნად წაგებულთა შორის აღმოჩნდება. ნახეთ, ზოგადად განზოგადებით აცხადებს, არ უშვებს არავითარ გამონაკლის, განზოგადებით აცხადებს, რომ ვინც ისლამის გარდა სხვა რჯულს ეძიებს, ის იმ ქვეყნად ვერ დაიმკვიდრებს სამოთხის სასუფეველს. წაგებულთა შორის იქნება. აქედან გამომდინარე, ის ხალხი, რომლებიც ამ ქვეყნად, ის ხალხი, რომლებმაც ამ ქვეყნიდან ისე გავიდნენ, რომ აღიარებულად და გაცხადებულად ცნობილი იყო, რომ ისინი არ იყვნენ მუსლიმები, მათთვის იმ ქვეყნიური სასუფეველი, ნათელში ყოფნა, სამოთხე და ასე შემდეგ ვედრება არის პირდაპირ ისლამის სწავლებასთან, ყურანთან შეუსაბამო და წინააღმდეგობაში. ასეთი ადამიანი ან არ აღიარებს ყურანის ამ აიათებს, ან არ იცნობს საერთოდ ისლამს და ყურანს, ან კიდევ იცის, აღიარებს, მაგრამ ღმერთს ახათრებს. ღმერთს ეუბნება, რომ ღმერთო კი ბატონო, ასეა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვი გამონაკლისი, გადათქვი შენი აღთქმა, გადაუხვიე შენს სიტყვას და ჩემი ხათრით ამ ადამიანს აპატიე და დაუმკვიდრე სამოთხეში თავისი სამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ის შენ არ გაღიარებდა, ის არ იყო შენი თაყვანისმცემელი, შენს ნაცვლად სხვას ეთაყვანებოდა და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად აკრძალულია და ეს არის ერთ-ერთი დიდი კრეხელობა. არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვილოცოთ იმ მიცვალებულებისთვის, რომლებმაც ამ ქვეყნიდან ისლამის აღიარების გარეშე გავიდნენ. მაგალითებით შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის მშობლები დაიღუპნენ მანამდე, ვიდრე ის ისლამის ქადაგებას დაიწყება. ამის შესახებ წლების შემდეგ შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანა, რომ მე ალლაჰს ვთხოვე,
დედაჩემის საფლავის მონახულება და ნება დაერთო მისთვის, მისი პატიებისთვის ლოცვა აღმევლინა. თუმცა საფლავის მონახულების ნება მომეცა, მაგრამ მისი პატიებისთვის ლოცვის უფლება არ მომეცა. საუბარია შუამავლის დედაზე. ასევე ისლამის პირველ წლებში, როდესაც მუჰამედ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ განიცდიდა დევნას, არა მარტო შუამავალი, არამედ მასთან ერთად მისი მიმდევრებიც, ამ დროს ყველაზე დიდი კომაგი და მფარველი იყო ბიძა აბუ ტალიბი, რომელმაც ასევე აღზარდა, მისი აღზრდილიც იყო. ობლობაში მასთან გაიზარდა. აბუ ტალიბი მას მფარველობდა, მაგრამ ის არ აღიარებდა ისლამს. ის ისევ თავის წარმართულ რწმენაზე რჩებოდა. სიკვდილის წინ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ეს ეახლა მას და ბევრი ახვეწა, ბევრი ევედრა, რომ ეღიარებინა ისლამი, თუმცა მან სიამაყე ვერ სძლია და სული დალია იმ თავის წარმართულ რელიგიას. ამის შემდეგ შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ მე აუცილებლად შევავედრებ შენს თავს უზენაეს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას. ამის შესახებ წმინდა ყურანში ჩამოევლინა აიათი სურა თეუბეს 113 აიათი. მე აქ მაქვს ფურცელზე ამოწერილი, რომ წიგნში ძებნა არ დამჭირებოდა, რამდენიმე აიათი ამოვწერე, აქედან წაგიკითხავთ. თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ წიგნიდან გადაამოწმოთ. ამის შესახებ ჩამოვლენილ აიათში ჩვენ ვკითხულობთ: მა კანა ლინ-ნაბიი ვალლაზინა ამანუ შეუძლებელია მაცნე და ის ხალხი, რომლებმაც ირწმუნეს, ენ იესტააფირუ ლილ-მუშრიკინ, რომ ატიებას თხოვლობდნენ წარმართთათვის, ველევ კანუ ულილ ყურბა, თუნდაც რომ ეს ხალხი მათი ნათესავები იყვნენ. მინ ბა'დი მა თაბაიანა ლაჰუმ ანნაჰუმ ასჰაბულ ჯაჰიმ, მას შემდეგ, როდესაც მათთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ესენი ჯოხეთის მკვიდრნი არიან. რით გახდა ცხადი? იმით გახდა ცხადი, რომ მათ ისლამის მიღმა განუტევეს სული. ყურანის აიათები ბრძანებს, რომ ისლამის გარდა სხვა რჯულს არ მივიღებთ. საუბარია შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ბიძაზე. ასევე ჩამოევლინა სურა თეუბეში კიდევ სხვა აიათები, რომლებიც ეხებოდა იმ ადამიანების სულისთვის ლოცვას, რომლებიც მუსლიმ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, თავი მუსლიმად მოჰქონდათ, მუსლიმების მსგავსად ცხოვრობდნენ, მუსლიმების მსგავსად ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, თუმცა გულით არ იყვნენ მუსლიმები, ფორმალურად მუსლიმები იყვნენ. ამ ხალხის შესახებაც წმინდა ყურანის სურა თეუბეს მე-80 აიათში ბრძანებს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა, რომ ისტააფირ ლაჰუმ აუ ლა ტასტააფირ ლაჰუმ, თუნდაც პატიება ითხოვე მათთვის და თუნდაც ნუ ითხოვ მათთვის პატიებას. ინ ტასტააფირ ლაჰუმ 70 მარრატან, თუნდაც 70 ჯერ ითხოვე მათთვის პატიება, ფალან იაღფირალლაჰუ ლაჰუმ, ალლაჰი მაინც არ აპატიებს მათ. ذلك بأنهم كفروا بالله ورسوله, ეს იმით არის გამოწვეული, რომ მათ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი. ასევე ამ კატეგორიის შესახებ 84 აიათში ვკითხულობთ: ولا تصلي على احد منهم مات ابدا, არც ერთ მათგანზე არ ილოცო არავითარ შემთხვევაში, როდესაც ისინი გარდაიცვლებიან. საუბარია ჯანაზა ნამაზზე, მიცვალებულის გამოსამშვიდობებელ ლოცვაზე. ولا تقم على قبره, და არც მათ საფლავთან მიხვიდე. აიათი არის ცხადი და კონკრეტული. აქედან გამომდინარე, ყურანი არ ეთანხმება იმას, რომ მუსლიმი სხვა ვინმე არამუსლიმი მიცვალებულის სულისთვის ღმერთს ევედრებოდეს. სოციალურ მედიაში და ტელე მედიაში გავრცელდა სხვადასხვა
ინფორმაციები, რომ თითქოს მუსლიმებმა პატრიარქისთვის ილოცეს, რაც არის არასწორი ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვა. არც ერთ მეჩეთში არ მომხდარა მსგავსი რამ. ხედავთ სოციალურ მედიაში კადრებს, სადაც მუსლიმები ლოცულობენ და აწერია ან აცხადებენ, რომ მუსლიმებმა პატრიარქისთვის ილოცეს. ეს არასწორია, კი ბატონო, კადრები არის, ოღონდ ეს კადრები არის მუსლიმები ასრულებენ ბაირამ ნამაზს, რამადან ბაირამის ლოცვას ასრულებენ. და იქ არსად არ არის, თუნდაც ამ ვიდეო მასალას რომ მოусმინოთ, სადაც ისინი რას ამბობენ ისინი, ესად ვერ ნახავთ მსგავს ფრაზებს. ეს არასწორია. ეს უფრო მიმართულია იმისკენ, რომ წარმოაჩინონ პატრიარქი იყო მუსლიმების პატრიარქიც, მუსლიმების სულიერი მამაც და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში სულიერი მამაშვილური იერარქია თვითონ ისლამში არ არსებობს და სხვა რელიგიის სასულიერო პირი რატომ უნდა აღიაროს მუსლიმმა თავის სულიერ მამად. ის ადამიანი ჩვენთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე, ამ ქვეყნის შვილი და ჩვენ ძალიან ბევრი ზოგი შემთხვევაში ნათესავის, მეგობრის, მეზობლის, თანამშრომლის და ასე შემდეგ სულიერი ლიდერი, წინამძღვარი, მათთვის საყვარელი ადამიანი. და რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანების წუხარებას ვიზიარებთ, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ და მათ პატივსაცემად ჩვენ ვუსამძიმრებთ. ზოგადად ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი არის სამწუხარო და სამძიმრის ტოლფას. ეს სამძიმარი არ ყოფილა იმისთვის, რომ ჩვენთვის ის იყო სულიერი მამა, ერის მამა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბაირამის გადადებას ან ლოცვების შეჩერებას, მსგავსი რამეც არ ყოფილა. საქართველოს სრულიად ყველა მეჩეთში აღსრულდა ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა, ყველა თავისი წესით, რომელიც ახასიათებს ბაირამის დღესასწაულს. ხალხი შეცდომაში შეიყვანა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელმაც გამოაცხადა, რომ ნავრუზ ბაირამთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს. ნახეთ, ესეც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება არის და არა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის. ნავრუზ ბაირამი არის კულტურული დღესასწაული და მარნეულის მერია ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს და წელს აღნიშნული ღონისძიებები გააუქმეს. ეს არ ყოფილა რომელიმე მეჩეთის მხრიდან, რომელიმე სამუფთოს მხრიდან, ან რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან, არამედ მარნეულის მერიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება. აქვე მინდა აღვნიშნო ნავრუზ ბაირამთან დაკავშირებით, რომელსაც ხშირად მუსლიმებს მოგვაწერენ ხოლმე, ეს არ არის მუსლიმური დღესასწაული, პირიქით, მუჰამედ შუამავალი, სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, თავის ჰადისებში ეწინააღმდეგება ამ დღესასწაულს, გმობს მის აღნიშვნას, რადგანაც ის არის ზოროასტრიული დღესასწაული ცეცხლთაყვანის მცემლობიდან. გადმონაშთი, დღეს მას რელიგიური ნიშნით არავინ არ ასრულებს, უფრო კულტურული ნიშნით ასრულებენ და ეს არის თურქული და სპარსული წარმომავლობის ხალხების ტრადიციულ დღესასწაულად არის ქცეული. აჭარაში საერთოდ არ ვიცით ამის შესახებ არაფერი და არ აღნიშნავთ, არ ვზეიმობთ. ასე რომ ნუ მოგვაწერთ ამ დღესასწაულს, როგორც მუსლიმების დღესასწაული, ეს არის ამას შეგვიძლია საქართველოში უწოდოთ ეთნიკური აზერბაიჯანელების დღესასწაული. მე ამით დაგემშვიდობებით, ისურვებთ სიკეთეს, სიხარულსა და ბედნიერებას.